სოფელი რეხა-წალკის მუნიციპალიტეტში ცენტრიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სხვადასხვა დროს ამ სოფელში ეთნიკურად ქართველებთან ერთად ბერძნები, სომხები, თურქები, რუსები და ქურთები ცხოვრობდნენ. თუკი რამდენიმე ათეული წლის წინ რეხას მოსახლეობა 200 კომს შეადგენდა, ახლა ის 80-მდეა შემცირებული. სოფლის დატოვების მიზეზების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრეთ. ახალგაზრდებს იმიტომ უჭირს სამსახური არ არის, გასართობი არაფერი არ არის. სადმე წავიდნენ, ან იმუშაო შემოსავალი ჰქონდეთ, ან ბავშვებს გასართობი ისეთი არაფერი არ აქვთ და გადინება დიდია ამ საზღვარგარეთ. კი, ახალგაზრდობას სულიქით უნდა. არა ჩერდება არავინ და არა ყავს ისე. სამუშაო? სამუშაო მარტო სკოლაა და აბა სამსახურისაიდან და დანარჩენი ერთი მესაქონლეობა და მეტი არაფერი. სოფლის სკოლაში სულ 26 მოსწავლე ირიცხება. რეხაში არ არის საბავშვო ბაღი. მიზეზად ხშირად გაიგონებთ, რომ მისი საჭიროებაც არ არსებობს. აქ სკოლამდელი ასაკის ბავშვები თითქმის არ არიან. არც ავადმყოფო არა გვაქვს, არც ბაღი არა გვაქვს. მარტო სკოლა. სკოლაშიც ბავშვებიც არ არიან. რამდენი ბავშვი წავალს? თავი ბოლო ალბათ 30-მდე იქნება. რაც არის. ბაღი რატო არ არის? იმიტომ რომ ახალგაზრდობა რო არა გვყავს, არც ბავშვები არ არიან და არც მან გიტომ არ არის ბაღი. არა, სასწრაფო დადის, კარგად დადის, მაგრამ აქვე რო იყოს უფრო კაი იქნება, რომ თავის დროზე ყველაფერი იქნება. ერთი ბეწო. კი. წალკის რაიონში. დიახ. ან თუ გადაუდებელია და რამე უნდა გამოიძახოს სასწრაფო. კი, თუ არის გადასაყვანი, გადაიყვანს, თუ არა და სახშევე გაუკეთებს ან ნემსი ან რაღაცას მისცემს წამალს, პირველად დახმარებას გაუწევს. მე სკოლაში მუშაობ დამლაგებლად და სახში სახლის საქმეებით ვარ დაკავებული. მესაქონლეობასაც? კი, მესაქონლეობას ვეწევით. ეზოში დავთესავთ, მოყვავს ნატურალური პროდუქტები ბავშვებისთვის. ბოსტნეული რეალიზაცია გასავალი ისეთი არა. 2 წელია არ ყოფილა იქ კარტოფილიც ისედაც არ მოდის. ბუნება აღარ გვიწყობს ხელს და მეორეც კიდე არც კითხულობენ. საზღვარგარეთთან ალბათ შემოდის და თამარ საბაძე რეხაში ცხოვრობს. გვეუბნება, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი ახალგაზრდების დასაქმების პრობლემაა. ორიელი ვერ გავაგორე, ბიჭო, ამდენი ხანი. ყველას რო ექნება თავის სამსახური, აღარც არავინ არ საწავა. არა და ყველაფერი ბუნებით, წყალი, ყველაფრით არის გამორჩეული. ყველაფერი სამკურნალო ბალახი გინდა. ყველაფერი მოსავალე, ყველაფერი სხვა ადგილებთან შედარებით აქეთ ჯობია. ჩვენთან ისეთი არ არის, რომ ძალიან ცხელოდეს და არიქა გარეთ მუშაობა შეუძლებელი იყოს და რაღაცა, ყოველთვის გრილა. მუშაობაც შეიძლება, საქმის გაკეთებაც შეიძლება გარეთ. ნინა მიქაძეს 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. მათგან რეხაში მხოლოდ 1 შვილი ცხოვრობს. მე მეზობელი არ ამყავს. მარტო აი ეს ერთი კაცია, მეტი არავინ. ზემოთ მიდიხარ, არავინ არ არის, დაბლა ჩადიხარ, არავინ. მარტო ესა და ჩვენა ვართ. სად მიდიან ახალგაზრდები ქალაქისკენ მოხუცები ზემოთ. სასაფლაოსკენ. იმიტომ ყველაფერი აკლიათ. სწავლა უნდა, ცხოვრება უნდა, აქ ისეთი ცხოვრება არ არის. შაშან ერთი კარტოფილიც ვერ გავყიდეთ, რა ქნას ახალგაზრდობა მაქა. მოვიდა, მაგრამ წაღება ძნელია, აქ არავინ არ ამოდის. ვისაც კარტოფილი ქონდა, ისიც ისე დარჩა. და ულბათ საქონლის აჭამის. ზოგს ვისაც არ აქონდა იმას მისცეს, ქალაქში ბევრი ხალხი ყავთ, იმას გაატანეთ, ეგ. 4 შვილი, 10 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი. მაგათგან არავინ, მარტო ერთი გოგო მყავს აქ. ლიმონა პაპაც რეხაში ცხოვრობს. მისი წინაპრები აქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დინიდან ჩამოსახლდნენ. 91 წლის ლიმონ მინაძეს სავსე სოფელიც ახსოვს და სოფლიდან წასული მოსახლეობის ამჟამინდელი სამყოფელიც იცის. სკოლის კარები არ ვიცი. მარტო 400
მინაძე ლიმონ 40 წლისა იყო დედაჩემი გარდაიცვალა ორი დანი და ორი ძმანი ვიყავით მამაჩემმა ცოლი არ მოიყვანა ობოლი გავიზარდი სოფლის მოსახლეობისთვის, რომლის დიდი ნაწილიც ხანდაზმულია, ახალგაზრდებისგან დაცლილ აწმყოში დღის დიდ ნაწილს წარსულის მოგონებებში მოგზაურობა იკავებს. აქედან გორის რაიონში ტყეში და მივიდიოდით კოლნორნობა გზა და მასალას რომ გომრები ააშენონ რაღაცა 1 კილო პურს გაძლებდნენ აქედან ფეხით ჩადი იქიდან ფეხით ხარებით თრევით მოქონდათ კოლნორნობას მასალა 60 კილოზე მეტი იქნება ნაკლები არა ბავშვობაში ეს დინარე რო გაიყინებოდა ცხრის კოჭებს ვანგროვებდით მივიდოდით რეზინის კალამანი კამერას იმით ახსოვდით ვისწევთ იმ ყინულზე დავდვარდით და მაგით თამაშობდით გართობა ეგ იყო რომ მაგრა შეგცივდებოდა და ხო ხელებზე თითებს და უბრალოდ წლების მოვდიოდით სახლში ბურთი ქონდათ? არა ბურთი არ იყო და მერე მოვიდა 14 წლისა ვიყავი ცხარში რომ დავდიოდი 14 წლისა იყო მაშინ სტანისამოსი სად იყო უბრალოდ ტელეკრეკა არც პლაში არც არაფერი დავსელდობოდით წყალი გადიოდა მერე ნაბაძიც მოგვცეს მერე კოლნორნობის ცხარს გარეთ ვაყენებდით ღამე მინამ თოვლი მოვიდო და მერე ჩამოვრაკავდით სოფელში გომრში ქალები თიბავდნენ ერთი ინვალიდი კაცი იყო ხუთიშვილი ივანე ერქვა ღმერთო ცოდოთ არ მიღო ძლივს დადიოდა ეგ კვერავდა ცელებს ქალები თიბავდნენ ქალი თავის საქმეს აკეთებდა ოჯახში რომელი იყო თავის საქმე? ხო ქალს სამუშაო არ გამოილებოდა არა დასვენება არ ჰქონდა ქალს როგორც მამაკაცი მუშაობდა არ იყო ქალი ეგრე მამაკაცურად მუშაობდა შეშიც ვაი ფიცზე წავიდოდნენ აი აქ პატარა ფიცს მოიტანდნენ ო ბოდიშით საქონელს ნაკელს ყრიდით გაშლიდნენ მაგას ქელავდნენ ფეხით ქელავდნენ გახმებოდა ისჭრიდნენ მოიტანა ფეჩს ოჯახში მაშინ ფეჩიც არ იყო იმიტომ ბუხარე იყო ოჯახი უკეთებდნენ ნაცრი გაემსებოდა უცადე მოიხარსოს 91 წლის ლიმონ მინაძეს სავსე სოფელიც ახსოვს და სოფლიდან წასული მოსახლეობის ამჟამინდელი სამყოფელიც იცის. მთელი რეხა დაიცალა ნახევარი ქარელშია აგერ ხოსპიო ახალ ქალაქის რაიონი მთელი რეხა ხო აქედან ბევრი გავიდა ხაშურში არის ქარელის რაიონში არის ზემოხოდრეთში არის ჩამოხვალ გორში არიან აგერ ახალციხეში არიან ახალ ქალაქი ხოსპიო ხო წიწელწროსაგან ავთქვა ლოტკინი აგეთერი ლოტკინი რეხელები არიან ავჭალაში გრდანში ჯამთელობა შვიდობა ურთიერთობა იხარონ იმრავონ იჯამთელონ ღმერთმა დალოცოს ერთ ფალი იყოს ფარველი საერთოდ წახვათ წამოხვათ კეთილი გზაზე იაროთ სოფელი რეხა ადგილმდებარეობის მიხედვით წალკას, ბორჯომს, ბაკურიანსა და გორს ესაზღვრება. ამის გამო ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეგიონის შემადგენლობაში შედიოდა. როგორც მკვლევარი გულიკო საბაძე აღნიშნავს, 1795 წელს აღა მაჰმად-ხანის რბევას ეს ერთადერთი ქართული სოფელი გადაურჩა. 1830-იან წლებში წალკის ძველ ქართულ ნასოფლარებში პასკევიჩმა თურქეთიდან სომხები, მართლმადიდებელი თურქულენოვანი ბერძნები და მართლმადიდებელი თურქულენოვანი ქართველები ჩამოასახლა. ქართველები არტაანის რაიონის სოფელ ველიდან მხოლოდ რეხაში ჩაასახლეს.